მიდი ის ჩემი მემკვიდრის საკითხი მაინც გადავწყვიტო დაუძახე ჩემ შვილს. უფლისწულო მარწყვითავა. მეფე გიხმობ. ვაი ჩემი ცოდვა. ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ჯუხისწული? მოიცა მეფეო, ჯუხისწული თუ უფლისწული კაცო? ეთყობა ამას უფლის რამე? მაგარი კაცო მეფეო. ისე არ გეტყვით. ცოტა ნაადრევი ხო არ არის თქვენი შვილის მეფედ კურთხევა? შეხედეთ კაცო. რა ვიცი, ვაკურთხოთ მეფედ იქნება მაგის ხათრით მაინც გამოყვეს ვინმე ცოლად თუ არა ისე ვინც ამოყობა. აბა მეფეო, ეს უნდა იყოს ბაგრატიონი და მე ჩირგაძე. მოდი მეფეო. შვილო წვეთავა? ტახტზე უნდა დაგსვა. ქვეყნის მმართველად ნიშნავ, ხო მამა? არა, ფეხბურთი მეთხარ და ადგილს გითმობ. ხო, ქვეყნის მმართველად უნდა დაგნიშნო და ხვალ ეს გვირგვინი უნდა დაგადგა თავზე. მოდი აბა. რატო აქ ეს თავი წათვლილი ბანკარებით ხო გავთავ? სადაა რამე მომეცი, მომაწოდე რაღაცა. მეორე. ასე კაია. ასე კაია მამა. აია კი. ისე ამხელა გვირგვინი ქონია, მამა ჩავარდი გვირგვინში რა. ბაბუაშენის გვირგვინი ხო არ გესიებოვნება რომ მოგიტანო? კი? ო, ის უფრო კარგად გექნება, გამოგიტან ახლავე მამა. შვილო. ბაბუაშენის გვირგვინი და რომოვა ელჩები და სტუმრები ჩამოიცვიოს და დაატრიალა წელზე. მაგარი კაცო. აბა! მიმარწყვითავა? ხვალ დიდი ნადიმი უნდა გავმართოთ. ხორცი არ უნდა მოაკნეს სუფრას, ხორცი ხო იცი? გასაგებია? რამ გადაგრია ბიჭო ამ ხორცზე? რამ გადაგრია ამ ხორცზე? მსხვილფეხა და მწვრილფეხა ხო არაფერი დატოვე სამეფოში? საქონელს და პირუტყვს რომ მორჩა, ცხენებით შეჭამა. ინდაურზე ამხედრებული დავყობი ჯარს. იმ დღეს ამირს მასალარმა როშიაკედა ხალხზე ინდაური და მომყევითო და ატენ ხამიდაურმა და იხოცა მტერი სიცილე.